ამ ჯერზე უსერიოზულესი, ამ ჯერზეც უსერიოზულესი კრახი განიცადეს, მაგრამ მაინც რჩება გამოწვევები, თავიანთი პატრონების დავალებით ისინი კვლავ აგრძელებენ ქვეყნის ჯანჯღარს და საბედნიეროდ მიზანთან ახლოსაც არ არიან. ამის მიუხედავად, მათი ჯაშუშური საქმიანობის და შესაბამისი გარედახმარების შედეგად ქვეყანას მიადგა შედარებით მცირე, მაგრამ სხვა სახის პრობლემები ექმნება ასეთი პრობლემები, მაგალითად გასული წლის დეკემბერში ნაცვლად 10%-იანი ეკონომიკური ზრდისა. ქვეყანას ჰქონდა 6.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, გაუარესდა ლარის კურსი და შესაბამისად ქვეყანამ და მისმა ეკონომიკამ გარკვეული დარტყმა მაინც მიიღო. დღევანდელი მოცემულობით ეს უარყოფითი ტენდენცია ეკონომიკური მიმართულებით გასწორდა, მაგრამ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების საბოტაჟი, მოგონილი პროპაგანდისტული და მავნებლური არგუმენტებით, რაც შეიძლება ნაკლებად შეძლოს Deep State-ის აგენტურამ და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ხალხისვე და სამშობლოს მსახურება მოახერხოს ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე. ხელოვნურ დაბრკოლებებში ვგულისხმობ წინა პერიოდებში სხვადასხვა დროს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის და გარეძალების გავლენებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების ნგრევის და დაზუსტებისკენ. წლების განმავლობაში დეტალების დონეზე მიზანმიმართულად წარმოებდა ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში, რომ სახელმწიფო და მისი მართვის ბერკეტები მაქსიმალურად ყოფილიყო დასუსტებული. დღეს ჩვენ საბედნიეროდ უკვე გვაქვს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომ შევძლოთ ასეთი მავნებლური ნორმების შეცვლა, რაც გააუმჯობესებს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ ქვეყნის მართვის ბერკეტებს და მეორე მხრივ გააეოლებს ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაძლიერება გაჯანსაღებას და ასევე დაიცავს პოლიციელებს, საჯარო მოხელეებს თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ფსევდოლიბერალური ფაშიზმის, ბულინგის და მცირე აგენტურული ჯგუფების მიერ თავსმოხვეული ამაზრზენი თავდასხმებისგან. ჩვენ გვაქვს მოცემულობა დღეს, როდესაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ 4 ასეული ადამიანისგან შემდგარი უცხო ძალების ორგანიზებით კარგად გაწვრთნილი აგენტურული ბირთვი უხეშად არღვევს 4 მილიონი ადამიანის ამ ქვეყნის მოქალაქეების უფლებებს. სწორედ ამ ანომალიის გასასწორებლად და გამოსასწორებლად ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები. დღეს წარმოგიდგენთ ამ მიდგომის რეალიზების პირველ ნაწილს, რომელიც უკვე დაინიცირებულია საქართველოს პარლამენტში და პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სრულად არ შეიცვლება თავსმოხვეული ნორმები სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირების და დამოუკიდებლობისათვის აუცილებელი ნორმების მიღებით. ახლა კი უფრო კონკრეტულად მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები, პირველ რიგში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მათ შორის მაგალითად მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება, წვრილმანი ხულიგნობისათვის, ვანდალიზმისათვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმოადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისათვის, სასამართლო შესასვლელების ბლოკირებისათვის და სხვა მსგავსი, ბევრი ასეთი იცით, ადმინისტრაციული კანონდარღვევისათვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც 60 დღემდე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება. სისხლის სამართლის კოდექსშიც გვექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების
პრევენციის მიზნით, რასაც მრავლად ხედავთ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. კერძოდ, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება. აქამდე ижებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით არსებული იცვლებით ამ ქმედებისათვის განისაზღვრება პატიმრობა, ეს არის უკვე სასჯელზე და არა სახთელზე საუბარი, პატიმრობა 3 წლამდე ვადით. იზრდება სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისათვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში 5 წლიდან 6 წლამდე ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ასევე მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის ჯგუფურობის, არაერთგზისობის, სასჯიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ანუ ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში და იქნება ამაზე, რა თქმა უნდა, შედარებით მკაცრი სანქცია, როგორც დამამძიმებელ გარემოებებზე. სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც. სისხლის სამართლის წესით დაიჯება, ეს ახალი ნორმა იქნება, ყურადღება რომ მიაქციოთ, სისხლის სამართლის წესით დაიჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე, თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირით. ასევე ჩვენ არაერთი ადმინისტრაციული სახთელი გვექნება, მათ შორის გამკაცრების მიმართულებით და ეს პაკეტი თქვენ დღეს შეგიძლიათ უკვე იხილოთ დეტალურად, მე ძირითადი რაც იყო როგორც ადმინისტრაციულში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები ეს წარმოგიდგინეთ და კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ ჩვენ ვერავის მიცემთ საშუალებას, რომ წლების განმავლობაში დაგროვებული ძალიან ბევრი გარედან ინსპირირებული, თავსმოხვეული ცვლილებების გამოყენება შეძლოს ვინმემ იმისათვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხი შეზღუდოს და ხელისუფლებას არ ქონდეს ქვეყნის მართვის საშუალება პრაქტიკულად და ეს ფაშისტური გამოხტომები ისე იქნას რეალიზებული, რომ ამაზე სახელმწიფოს პასუხი არ ქონდეს. ამაზე სახელმწიფოს ექნება მკაცრი პასუხი მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ ხალხის მიერ შეატყობდით და დაინახავდით, მოისმენით ალბათ კარგად ყურს ბევრჯერ მოხდებოდა ჩემს ამ ტექსტშიც, რომ ბევრჯერ გავიმეორე. ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უნდა ქონდეს რეალური ბერკეტი, რომ მართოს ქვეყანა ისე, რომ გარე ძალებმა და მათმა აგენტურამ ვერ შეძლოს ვერც ეკონომიკის ზრდის გაუარესება და 10-ის მაგრად 6-ის და 7-ის უზრუნველყოფა, 3 და 4% ეკონომიკის უკან დაწევა არ არის პატარა საქმე, თუმცა ეხა ამას გადაურჩებით, გავიტანთ, უკვე გასწორდა ეს ყველაფერი და ეს პარამეტრები, მაგრამ რატომ? დეკემბერში რატომ არ უნდა ყოფილიყო 10 და რატომ უნდა გვიწევდეს ჩვენ შიგნით ბრძოლა აგენტურასთან და რატომ არ უნდა ვიბრძოდეთ კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესებისათვის ეკონომიკისა და ამ საქმეებით რატომ უნდა ვიყოთ დაკავებული. ანუ ჩვენ გვექნება ცვლილებები, რომლებიც აგენტურას შეუზღუდავს სივრცეებს, რომ საბოტაჟი განახორციელონ მათ საკუთარი ქვეყნის. ახლა კი სიამოვნებით გიპასუხებთ კითხვებს. მოგესალმებით, მე გინარსავიძე, ტელეკომპანია იმედი. მე მინდა გკითხოთ USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში რა მოვლენებიც ვითარდება, უკვე დაიწყო მათი საქმიანობის შესწავლა, ასევე დონალდ ტრამპი არის თანახმა, როგორც ილონ მასკი ავრცელებს ინფორმაციას მის დახურვაზე და ასევე მწვავე განცხადებები და კრიტიკა მოვისმინეთ USAID-ის მისამართით ამერიკის ახალი პრეზიდენტის მხრიდან. აი თქვენთვის რისი მანიშნებელია ეს? ჩვენ როდესაც პირველად გამჭვირვალობის კანონზე დავიწყეთ საუბარი და დაინიცირდა უმრავლესობის რიგებიდან. მაშინ ზეწოლის, როგორც გარე, ასევე ჩვენი ოპოზიციის მხრიდან შანტაჟის და ზეწოლის რა მასშტაბი იყო, ალბათ ძალიან კარგად გახსოვთ. ის კი არა, პირველ წელს ვერც კი შევძელით ჩვენ ამის გატანა. ეს არის ფაქტი. შეფასებებს ერთი წუთით თავი დავანოთ. ფაქტია, რომ ჩვენ პირველ წელს გამჭვირვალობის კანონის გატანა ვერც კი შევძელით და ერთ-ერთი მთავარი მორალური, როგორი მორალური აღმოჩნდა დღეს
ალბათ კარგად ჩანს მორალური ბჭყალებში, რა თქმა უნდა, არგუმენტი იყო, რომ მეგობრები რომ გეხმარებიან, თქვენ რას კადრულობთ ამის გამჭვირვალობაზე, როგორ შეიძლება ლაპარაკიო და ეს ამიტომ არის რუსული კანონი და რუსული მიდგომა. სულ რომ პირდაპირ თარგმანი დადოთ, მაინც რუსული იქნება, ვამბობთ, გახსოვთ ხომ ეს ყველაფერი. დღეს თავად ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერები პირველი პირი პრეზიდენტი ტრამპიც ლაპარაკობს იმ დიდ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის ნედის მხრიდან მოდიოდა. ჩვენ ამ დონეზეც, როგორც დღეს ტრამპი, ილონ მასკი და სხვები საუბრობენ, ამ დონეზე სიფრთხილის რეალური შიდა არგუმენტი დღეს ამის ლაპარაკი უკვე შეიძლება, ჩვენ ბოროტებას ამერიკულ ფულს არ უწოდებდით მაშინ. დღეს თავად ამერიკელები და ამერიკელი ხალხის სახელით პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს და ტრამპის ადმინისტრაცია მომხრეები საუბრობენ და მისი თანაგუნდელები, რომ ეს იყო უდიდესი ბოროტება. და მასკის მიერ გავრცელებულ ვიდეოკოლაჟში ჩანს საქართველოს მოვლენებიც, რაც პირდაპირ მტკიცებულება, ჩვენ რაც არ გვილაპარაკია, ისიც კი თავად ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეს ინფორმაციაც კი ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოვიდა, იმის შესახებ, რომ USAID-ის ნედის არაერთი 10 მილიონი ხმარდებოდა ამ ქვეყანაში ხალხის ნების უგულვებელყოფას და გარედან დალაგებული რევოლუციის უზრუნყოფას და დღეს ალბათ კიდევ მეტად შეგვიძლია დავაფასოთ ჩვენი ერთმანეთის ღვაწლი საკუთარი სამშობლოს და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თურმე როგორ მაგრად დამდგარა საქართველო და შესაბამისად მისი არჩეული ხელისუფლება, რისთვის გაგვიძლია და რა გადაგვიტანია, როდესაც თავად ამერიკელები ლაპარაკობენ უკვე ღიად, უფრო ხისტად იმაზე, ვიდრე ჩვენ ეს გავაკეთეთ თავის დროზე, ახლა შეფასება უფრო ადვილია. ეხლა დაფასებაც უფრო ადვილია, მაგრამ საქართველოში კვლავ რჩება ჩემს მიერ წეღან ნახსენები 400 კაციანი კარგად დატრენინგებული აგენტურა, რომელიც ამ აქციების ძირითადი ბირთვია, შემდეგ ვიღაც 1-2 შეიძლება აიყოლიონ ხოლმე გასაგებია, რომელიც 4 მილიონ ადამიანს კაცრად ულახავს საკუთარ უფლებებს. 4 მილიონი ადამიანის იძულებას ახდენს, რომ ისინი შანტაჟით, ამ რაღაცა აქციებით, სხვადასხვა მეთოდებით დატრენინგებული ნასწავლი უკვე გავლილი მაიდნის და სხვა ფერადი რევოლუციების შემთხვევაში უკვე ნანახი მდაბიო ფეიქ კამპანიებით მოაქციოს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომელიც ბოლო 10 წლეულების ისტორიაში საქართველოს არასდროს ჰქონია, ეს ჩვენი ანუ მხოლოდ ხელისუფლებაზე ნამდვილად არ საუბრობ, ქართველი ხალხის და მისი სიბრძნის დამსახურება, რომ ისინი გაერკვნენ და წამოყვნენ ამ სწორ პოლიტიკაში, კვლავ აგვირჩიეს სხვა შემთხვევაში, უკვე ტრამპი, მასკი და სხვები ილაპარაკებდნენ წარსულზე, თუ როგორ მოახერხა deep state-მა იმ ბოროტებამ, რომელიც მათი მხრიდან დაფინანსებული ფულით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი საქართველოში რევოლუციის მოხდენა და როგორ ჩაერთო საქართველო იმ მომაკვდინებელ ომში, რომელმაც უკრაინა უკვე პრაქტიკულად გაანადგურა. მაგრამ საბედნიეროდ ამას ვერავინ ამბობს, იმიტომ რომ ეს ფაქტი ასე არ მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ამას წინ აღვუდექით. მაგრამ ამის ინცდელობა საუბედუროდ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ერთი რამე უნდა გვახსოვდეს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. საუბედუროდ ჯერჯერობით ასე ჩქარ ვადაში შეიძლება არც ქონო დამოლოდინი, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს ნიშნები, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან მიმართებაში, განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებაში, deep state-ის შესუსტების და დამარცხებისა. განცხადებების დონეზე კი ბატონო, მაგრამ deep state-ის შესუსტების ნიშნები საქართველოსთან მიმართებაში, განსაკუთრებით არ ჩანს, იმიტომ რომ კვლავ აგრძელებენ deep state-ის აგენტები იმგვარ მოქმედებებს, გუშინდელი ფაქტიც ამაზე მეტყველებს, რომ კვლავ არის აქტიური მცდელობა ჩამოიშალოს სახელმწიფო ინსტიტუტები და სისტემა საქართველოში იმისათვის, რომ მე ვიღაცამ იქით დაამონათოს, არ ვიცი, საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება თუ ქართველი ხალხი თუ ასე შემდეგ, აი როგორ შეიცვალა საქართველოს ხელისუფლება და როგორ ვაჟკაცურად ჭყალებში იქნება ეს მოსაქცევი, რა თქმა უნდა, ჩაერთო
რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს. ამისი აქტიური მცდელობები რადგან კვლავ არის სახეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ deep state-ი თავისი სიძლიერით, სრული სიძლიერით კვლავ ახორციელებს მართვას საკუთარი აგენტურისა საქართველოში და მათ უკან ნაბიჯი არ გადაუდგამთ ჯერჯერობით. მაგრამ ჩვენ ამას იმ პერიოდში უძლებდით, როდესაც აშკარა და ღია მხარდაჭერა იყო ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ. განცხადებებით დეკლარირებული მხარდაჭერა და მაშინ, როდესაც ასეთ დეკლარირებული მხარდაჭერა არ არის, რა თქმა უნდა, ამასაც გაუძლებთ. თუმცა ბრძოლა deep state-ისა საქართველოსთან კვლავ იგივე ძალებით, ეს უნდა ვიცოდეთ. საზოგადოებას ვაყენებ შეგნებულად საქმის კურსში, კვლავ იგივე ძალებით მიმდინარეობს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ იმ ქვეყნის ხელმძღვანელობა, ლიდერები განცხადებებით აშკარა და ღიად უპირისპირდებიან, თუმცა მათი მოქმედებები კვლავ ძალაში. ნეტთან დაკავშირებითაც გკითხავთ, აქაც არის კორუფციასთან დაკავშირებით კონკრეტული შენიშვნები, კრიტიკა და გვახსოვს განცხადებები ქართული ოცნების მხრიდან, მათ შორის შალვა-პუაშვილის მხრიდან ხშირად იყო საუბარი ამ მიმართულებით, მათ შორის ფინანსების გასაჯაროების მიმართულებით. ამ შემთხვევაშიც დასტურდება თუ არა ის, რაც ქართული ოცნება საუბრობდა. პირველი, არათუ მხოლოდ დასტურდება. არამედ შეიძლება ითქვას გადაჭარბებულადაც კი გვესმის განცხადებები გადაჭარბებას იმასთან მიმართებასაც, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, თუ გახსოვთ, რომ წითელ ხაზებს არც კი ვუახლოვდებით. იმიტომ რომ ჩვენ იმდენი გვქონდა სალაპარაკო და იმდენი გვაქვს სალაპარაკო, თავის დახურული შეხვედრების დეტალებით. რომ ამან შეიძლება ახალი სკანდალები გამოიწვიოს, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ გავძვერით უკაცრავად ამ ჟარგონის გამოყენებისათვის, ამ შემთხვევაში ჟარგონის გამოყენებით, სათვის გავძვერით ამის გარეშეც. და არ დაგჭირდა ეს ყველაფერი, თუ დაგჭირდებოდა და ეხლა სახელმწიფოს და ქვეყნის ჩვენი სამშობლოს განადგურებაზე ექნებოდა ლაპარაკი, ამასაც ესეც მოგვიწევდა ალბათ, მაგრამ არ დაგჭირდა საბედნიეროდ და დღეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვესმის განცხადებები იმის შესახებ, თუ როგორი კორუფცია, როგორი მავნებლობა მოდიოდა ამერიკელი ხალხის ფინანსებიდან. ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციებიდან, რაც საერთოდ არ იყო ამერიკელი ხალხის ნება, ხო? ისევე როგორც დღეს ევროპაში და ევროპელი ბევრი ბიუროკრატი საუბრობს ისეთ თემებზე, რომელიც არ შეიძლება იყოს ევროპელი ხალხის ინტერესი. არ შეიძლება იყოს გერმანელი ხალხის ინტერესი, ის რასაც არსებობს ლაპარაკობს რომელიმე გერმანელი დღეს ხელისუფლებაში მყოფი ბიუროკრატი, რომ რაღაც ლიბერალურ, ფსევდოლიბერალურ მიმდინარეობებს კაცრად იცავენ. არ შეიძლება იყოს რომელიმე ფრანგი ან სხვა ევროპული ძლიერი ქვეყნის მოქალაქის ინტერესი იმ ფსევდოლიბერალური მარაზმატიკული ინტერესების დაცვა, რასაც ამ ქვეყნის ზოგიერთი ბიუროკრატისგან და ზოგიერთი ბრიუსელში დაბანაკებული ბიუროკრატისგან ვისმენთ. ჩვენ არ უნდა გავაიგივოთ ევროპა და ევროპული ბიუროკრატია. და კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ევროპელი ბიუროკრატები რეალურად თავისი საქმიანობით ევროპის და ევროპულობის ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგოდ იბრძვიან. და აქვე არის ბრძოლა საქართველოს და ქართული ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომელიც არის წარსულის პატივისმცემელი თავისი ტრადიციების, თავისი იდენტობის და ამის გათვალისწინებით აპირებს, რომ მომავალი ააშენოს. თანამედროვე, ცივილიზებული, განვითარებული მომავალი და განვითარებაში არ ჩამორჩეს. არანაირი კუთხით განვითარებაში არ ჩამორჩეს არავის. და თუ კი ჩვენ წარსულს პატივს ვცემთ და საკუთარ ქართულ იდენტობას პატივს ვცემთ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უზრუნავთ მომავალზე. პირიქით, ერი, რომელიც დაივიწყებს თავის წარსულს, განწირულია სიკვდილისათვის. და ერი, რომელიც თავის იდენტობას, ტრადიციებს და კულტურას ცემს პატივს, ამისი შენარჩუნებით მოახერხებს მხოლოდ და მხოლოდ თავისი ღირსეული მომავლის უზრუნველყოფას, კეთილდღეობას და მათ შორის ღირსეული ევროპელობის და ევროპულობის უზრუნველყოფას. სხვანაირად ნებისმიერი ერი განწირულია სიკვდილისათვის და ჩვენ სიკვდილს არ ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ ამ ქვეყნის გადარჩენას და კიდევ უფრო წინ სვლას, ოღონდ არა ბრიუსელის ზოგიერთი ბიუროკრატის ჭკუაზე,
როგორც ამას ისინი ცდილობენ deep state-ის გავლენების ჯერჯერობით სამწუხაროდ წყალობით. საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზეც მინდა გკითხოთ, ტრამპის არჩევის შემდეგ, აი როგორ შევაჯამებდით ამ მოცემულობით, როგორ შეიცვალა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება, ან რა მოლოდინები გვაქვს ამ მიმართულებით კიდევ? გახსოვთ ალბათ თქვენ ერთი ძირითადი ფუნქცია და მეორე დამატებაში ხართ. დიახ, ისმ. მიკროფონი არ არის შეთქული და თუ შეიძლება რომ როგორ შეაფასებდით საქართველოში ამერიკის საელჩოს მუშაობას, არის თუ არა თანხმდრაში ტრამპის პოლიტიკასთან? იცით რა, ის რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმე სჯერა, რომ საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში. თუ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი არის, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, რომელიც ფიქრობს, რომ ქუჩის აქციები, ის PR კამპანიები, ის მავნებლობები, რაც წარმოებს აგენტურული ოპოზიციის მიერ, ამ აგენტურის პატრონების, ან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად და დისტანცირებით ხდება, მას წარმოდგენა არ აქვს, დიდი ბოდიში ყველასთან ვისაც ასე ჯერა, მაგრამ მე ვეუბნები მას, ნებისმიერ მოქალაქეს დიდი პატივისცემით და არა ნიშნის მოგებით. თუ კი ვინმეს გონია, რომ დისტანცირებით ხდება ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისგან დამოუკიდებლად საელჩოსგან დამოუკიდებლად საელჩოს გულისხმობ, მას წარმოდგენა არ აქვს იმაზე, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, არც ერთ დეტალზე, არც გლობალურად და არც ვიწრო თემებთან მიმართებაში. და სამწუხაროა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებები, ნარატივები ერთია და მისი ქვედარგოლების, მათ შორის საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ. იმედია ეს ძალიან მალე გასწორდება, ბუნებრივია ხა, შტატები არ არის პატარა ქვეყანა და პატარა ბიუროკრატია არ არის შტატებში, რომ ესე მარტივად შეიძლებაოდეს deep state-ის დამარცხება და მისი გავლენების. სხვა დაბალრგოლებშიც ეს პრობლემები იქნება დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჩვენი გვაწუხებს უფრო ვიდრე სხვა დანარჩენი და მივეჩვიოთ ამას, რომ ჩვენმა უნდა შეგვაწუხოს უწინარესად არა სხვამ, არა უკრაინამ, არა მოლდოვამ, ჯერ ჩვენმა და მერე კი ბატონო, ვიმეგობროთ, ვისთანაც გინდათ დიდი ენთუზიაზმი, მაგრამ საქართველოში შტატების საელჩო კვლავ განაგრძობს პატრონობას იმ გაგებით, რასაც მაგალითად გუშინდელი აქციის ორგანიზება ქვია. ეს ჩვენი შეფასება და ჩვენი ინფორმაცია, არა მხოლოდ შეფასება. იმედია ეს ნელ-ნელა ხვალვე არ გასწორდება წარმოუდგენელი, მაგრამ იმედია ნელ-ნელა ეს მიდგომა და ქვედარგოლების თვითნებობა და deep state-ის მსახურება და არა ამერიკელი ხალხის მსახურება მალე დამთავრდება, სუბიექტურადაც ეს გვაწყობს. ამ შემთხვევაში მე ამერიკის შეერთებული შტატების ბიუროკრატიაში არსებულ ჯერჯერობით აღმოუფრელ ხარვეზებზე კი არ ნერვიულობ იმდენად, რამდენადაც მე პირადად როგორც პოლიტიკოს და ამ ქვეყნის მოქალაქეს ეს მაწუხებს საქართველოსთან მიმართებაში. იმასთან მიმართებაში რაც ვილაპარაკე, რომ სანამ ქვედარგოლი ზედარგოლის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მანამდე ეს ჯანჯღარი და გარკვეული ტურბულენტობა ცოტა ნაკლები გასაგებია წინა კვირებთან შედარებით, მაგრამ მაინც გაგრძელდება, რაც აზიანებს საქართველოს ეკონომიკას, ლარის კურსს, მოქალაქეების უფლებებს და ასე შემდეგ. ეს რამდენადაც აღმოიფრება, იმდენად კიდევ უფრო თავისუფალი იქნება საქართველოს მოქალაქე, ხელისუფლება, ქართველი ხალხი თავის მოქმედებებს და მitmedat გაიუმჯობესებს დამოუკიდებლობის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კეთილდღეობის ხარისხს. ბატონო მამკა, გუშინდელ აქციაზე საუბრობდით თქვენც და როგორ შეაფასებდით იმ გამოხმაურებას და ოპოზიციის განცხადებებს, რომლებიც აპელირებენ სამართალდამცველების მხრიდან ძალადობაზე, ამაზე საუბრობენ ისინი და ასევე მოთხოვნებზეც გითხავთ, ამაზეც რომ ვისაუბროთ, მზია ამაღლობელის გათავისუფლება დაემატა. ჯერ პირველ კითხვას გავცემ პასუხს, ქალბატონ მზიაზე შემდეგ ვისაუბროთ. პირველი ყოველგვარი ნიშნის მოგების და ირონიის გარეშე გეტყვით. როგორც კი ქართველი პოლიციელის მიერ ძალის გამოყენება გადაცდება ევროპელი პოლიციელის
ძალის გამოყენების რაღაც ზღვრებს. პირველები ვიქნებით, ვინც ამაზე უსაყვედურებთ ქართულ პოლიციას. Როგორც უნდათ ეხა ისე გაიგონ ეს ჩემი მესიჯი. იმიტომ რომ ქართველი პოლიციელები მოქმედებენ უფრო ჰუმანურად და გაცილებით შედარებითია ყველაფერი და გასაგებია. ყოველთვის არის რაღაც გამოვარდნები ამ მასშტაბის ღონისძიებების დროს. როგორც კი მიუახლოვდება გერმანელი, ფრანგი და სხვა ევროპელი პოლიციელებს, ამერიკელი პოლიციელების უხეშობის დონეს პირველები ჩვენ ვიქნებით რომ საყვედურს მიუახლოვდება არ თუ გადაცდება. და კიდევ ერთხელ ხაზგასმით და სპეციალურად ვიმეორებ. ყოველთვის არის უხეშობის რაღაც პრეცედენტები. ამათ უნდათ რომ ეს სახელმწიფოს დაზიანების ინსტიტუტების ჩამოქცევის მცდელობა გადაფარონ რომელიღაცა პოლიციელმა ვიღაცაზე იუხეშა. თავარია ყველა იყოს ჯამრთელად, საბოლოო ჯამში. ეს სპეციალური ღონისძიებები დამთავრდეს ხოლმე ისე რომ ვიღაცის ჯანმრთელობა არ დაზიანდეს. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, გახარია როგორც თხრიდა ვიღაცების თვალებს და შემდეგ ჩვენ გვიწევდა მისი დაცვა რომ თვალების დაცვა ლეგიტიმური იყო ცხოვრებაში არ გვითქვამს. არც ერთ ჩვენ გას, მაგრამ ლეგიტიმური იყო მოგერიება. დიახ, ამას ვამბობდით. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები კალავდნენ და ოღონდ ადამიანებს რომლებიც არ ძალადობდნენ არავის. იქ იდგნენ უბრალოდ კალავდნენ ესე უბრალოდ თავისი მშვიდობიანად მდგომ მოქალაქეებს და სახურავებზე აწყობდნენ. ეხა ამისი ავტორი ხალხი ვიღაცამ სადღაც მიარტყა რა საზიზღრობაო ამაზე ლაპარაკობ. მიარტყა ცუდია, მაგრამ 100,000 ჯერ დაბალი ხარისხის რაღაც დარღვევა ვიდრე მათ მიერ ჩადენილი ნებისმიერი ქმედება საკუთარი მმართველობის დროს. ახლა ნაცები, მკვლელი ნაცები გვამონათებენ ჩვენ ძალადობრივი და ძალადობის პოლიციის წინააღმდეგობის შემთხვევაში რაღაც ძალის გამოყენებაზე, ოღონდ ის ხალხი, რომელიც კლავდა თვითონ უშუალოდ პრაქტიკულად. ამიტომ ვერ მივიღებთ მათგან ვერანაირ შენიშვნას და რაც შეეხება ქალბატონ მზიას. ბატონო მაგოთი შეიძლება დავამატე მზიასთან და ქალბატონ მზიასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან ითხოვს მისი მეგობრები ითხოვენ შეხვედრას მათ შორის ჟურნალისტი ერთ-ერთ თურაძე ბათუმელობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თუ იქნება ამ მიმართულებით მზაობა თქვენი მხრიდან ამაზე პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა თავისი კონკრეტული გადაწყვეტილება თავისი პირობით და მე იმას ვერაფერს დავამატებ. მაგრამ რაც შეეხება ქალბატონ მზიას ჩვენ ისე წარმოგვიჩენენ რომ თითქოს დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს. გასაგებია შიმშილობა და გასაგებია ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი, ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი. სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში არც ერთ სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის სოფლიო ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესი, რომ შანტაჟს სახელმწიფო არ და ვერ დაექვემდებარება. და კარგად უნდა იყოს შიმშილისკენ და სიკვდილისკენ კი მოუწოდებენ. მოუწოდონ რომ თავის თავს მიხედოს და ჯანმრთელობას მიხედოს. შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტარი. ნებისმიერ შემთხვევაში. ბოდი. ახლა პოზიტიური შედეგები დასრულდება მისი შიმშილობა, თქვენ რა ცელოდებით, ანუ შიმშილობა საერთოდ სრულდება სიკვდილი და ამისკენ მოუწოდებენ. თქვენ საიდან ხართ ბოდიში? ახლა ინტერპრესის ნიუსი ბოლომდე განსტამბოლებს გასაგებია თქვენი კითხვა უკაცრავად თქვენ არ გეხილათ პირადად შეიძლება თქვენ არ იყოთ ნაცი. ნახეთ, ამიტომ დამამთავრებინეთ წეგან აზრი გამიწყდა და თავიდან ვიტყვი. თქვენ რადგან შემაწყვეტინეთ მაგის გამო. მოკლედ, გმირად წარმოაჩენენ ადამიანს, რომლის სიკვდილი უნდათ. გადაჭარბების გარეშე სალომე ზურაბიშვილმა ცოტა რბილად თქვა და მე დეპუტატებმა ჩვენმა კოლეგებმა დააკონკრეტეს, რომ მზია ამაღლობელი არის მათ ხელში საგანი, ინსტრუმენტი. მათ თქვეს ჩვენ კი არ ვამბობთ. ჩვენ რომ გვეთქვა, აი წარმოვიდგინეთ რა ამბავს ატეხნენ. მათ თქვეს რომ მზია ამაღლობელი არის მათ ხელში საგანი, ინსტრუმენტი და დღევანდელობის პარადოქსია ის რომ არ ვიცი 10 ნაციდან 9 ალბათ მინიმუმ მის სიკვდილს ფიქრობს და ოცნებობს. და სუბიექტურად ძალიან ბოროტებიც რომ ვიყოთ, სუბიექტურად არც ერთ ჩვენგანს არ უნდა რაიმე ფატალური განვითარება ამ კონკრეტული кейსის, ასე დავარქვათ ამ შემთხვევაში. სუბიექტურადაც კი, მაგრამ ადამიანურად
ყველაფერი გასაგებია ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ გმირად ნუ გამოვიყვანთ ახლა ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა, ეს უნდა ვიცოდეთ ყველა. ჯერ სტიკერი დააკრა პოლიციას. ამ დავალების შინაარსი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება რეპუტაცია შეელახოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას, კონკრეტულად პოლიციის უფროსთან მივიდა 1 საათის თუ რაღაცამდენი წუთის თუ 2 საათის გამოშვებული ქალბატონი მზია ამაღლობელი და ჯერ ქურთუკი დააკავა, რომ კარგად შემოერტყა და მერე შემოატყა. სიცრუეა რო ამბობდით. პოლიციას გაარტყა სილა დემონსტრაციულად კამერების თანდასწრებით. რატომ? ერთადერთი ეს ხო პირდაპირ ჩართვა ქართული ოცნების ოფისიდან საპარლამენტო უმრავლესობის ხდომა გაემართა.